მადლობთ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და ყველაფერი კარგი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით არიზონის უდაბნოში, სიცხე არის 59 გრადუსი. მე ადრეც ამაკ რა თქვა მირაი როგორ ძლებდა ხალხი როგორ და კიდე კაი ესეთი მშვენიერი ჩვენება გვაქვს კონდიციონერია და კარგია, მაგრამ საკმაოდ გააღო, კარი და ეს რო შემოვარდება ეს სიცხე. ასეთ ესეც რეალობა. კარგით მეგობრებო, დავიწყოთ ახლა ცოტა ტრამალებში მოგვიწევს სიარული და ერთ თემაზე მინდა საუბარი დავიწყო, რომელიც არ თავდება საქართველოში. ეს ავათხსენებული მოვლენა, რაც კახეთში მოხდა და მეც გამოვეხმაური 2 დღის წინ ამ თემას, ღირსება არაღირსების შესახებ ლაპარაკობდი, თუ გახსოვთ წინა ვიდეოში, ესე იგი ვიდეოს იყო ღირსების სახელით უღირსოს აქციელი, ასეთი სათაური იყო ჩვენ წინანდელ ვიდეოზე და თითქოს შევეცადე ამეხსნა დავალაგე ჩემი ბურას ყველა კუთხიდან მიუდეგი, მაგრამ ეხლა ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკე, რომ ადამიანები სამწუხაროდ არ უსმენენ, ბურონდე ვერ წვდებია. ან ბევრი ვარიანტია, მაგრამ რას იზა ბევრი ვერსიებია, მაგრამ მე ეხლა კიდე მინდა ამ თემაზე ვილაპარაკო და იმ თემაზე რაც ამ ვიდეოს მოყვა, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანი გამომეხმაურა. რა თქმა უნდა, ვინც სიტყვაობა და ეს არ ყოფილა, მაგრამ რაღაცა ვერ ჩათვლენ იმაში და ან რაღაც ორ მაგალითს გეტყვით, რატო ვერ გეფულობენ, რა წინააღმდეგობა ამ სიტყვა ღირსების შესახებ და ეხლა მე რასაც ვილაპარაკე და ჩამოვაყალიბებ, უკვე თქვენთვის მომინდია, თუ არ დაიზარებ და მოусვენთ ამ მთლიანად ვიდეოს, მე უკვე ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრიც. თავისთავად მეც ახლა შევეცდები რომ დავალაგო ეს ყველაფერი და შევეცდები მე რამდენჯერ ვიზახი რომ უფრო გასაგები და საჭირო ამბავი მოგაწოდოთ და რატო? იმიტომ რომ არაერთხელ მithქვას რომ ჩვენი არხი არის ერთმანეთის გაგების ურთიერთ ახსნის და ერთმანეთის მიმართ პოზიტიურად მივუდგეთ ნებისმიერ საქმეს, რაც ჩვენ გარშემო ტრიალებს. უბრალოდ ჩვენი ყოველი საუბარი რომ იყოს შედეგიანი და სასარგებლო. ჩვენ არხზე არის ერთი საკმაოდ განათლებული აქტიური მსმენელი, რომელიც ცხოვრობს აქ ამერიკაში, ალბათ მიხვდება ვიზეც არის საუბარი და ასეთი საუბარი წავიდა ჩვენ შორის. ჩვენ ვერ გავუგეთ ერთმანეთს და მე ვეთქვი ახლა რას რისი თქმა მინდა. ეს ადამიანი ცხოვრობს დიდი ხანი ამერიკაში და ერთ სიტყვით ცოტა ისეთ სიტყვას ვიტყვის, აფეტიშებს ამერიკულ და კაპიტალისტურ წყობას და ყოველთვის უარყოფითად და ძალიან ცუდად ისენებს როგორ იცით, აი ცუდი კუთხით რომ აი საქართველოს საბჭოთა ჩამოჩენილები ესა და ამ კუთხით უდგება. ეს მისი არჩევანია, ჩვენ არანაირი უფლება არ აქვს, მაგრამ დისკუსიაში შემოვიდა ჩემთან და მე შევედი დისკუსიაში და ეს მეგობარი ჩვენი ფოლოვერი მიხვდება, მაგრამ ეხლა მის სახეს და გვარს არ ვიხსენებ, მაგრამ მიხვდება და არ მიწმენს, რომ ალბათ ამ ლაპარაკს ამ ეს დისკუსია მინდა გაგაცნოთ თქვენ. ესიც საწყენიც არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ასეთ თუ ისე ყოველთვის რაღაც გადმოვცემთ და რა თქმა უნდა ჩვენ ასში და აზროვნებაში მარტონი არა ვართ. რაც კაცობრიობა არ შეგვობს, არის ადამიანის ჯგუფი, ასე ფიქრობენ და თავარი არსი უფლის რა არის, თავისუფალი არჩევანი ყველას ეძლევა, მაგრამ დისკუსია ყველას აქვს ვიდისკუსიოთ და მეც მაგას ვიძახი და თქვენ დარწმუნებული ვარ, ჩვენი მსმენელები და მაყურებლები, რომ ყოველთვის იქნებით იმის მომხრეები, რომ ჩვენ შორის დისკუსია იყოს ნორმალური და ისეთი, რომ ადამიანი არ იძაბებოდეს და უბრალოდ არ ინერვიულოს. უბრალოდ ეხლა აზრია ადამიანია და ასე ფიქრობდა, რაც გინდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი თავისი აზრი გადმოსცეს. ასეთი რაღაცა მითხარ, მე ხო ლაპარაკობდი ღირსებაზე და ღირსება უნდა შევინარჩუნო და ეს მეგობარი გვეუბნება, რომ ეს ღირსებაო და ღირსებაზე ბრძოლაო არისო კავკასიური და აღმოსავლური კულტურაო. ღირსება დასავლეთშიო ასეთი რაღაცა არ არისო. მეთქი ეს როგორ ვერ გავიგე, მეთქი აი ნახდად ვერ გავიგე. მე ხო ვამბობ, რომ რაღაც კონფლიქტური სიტუაცია რო იქნება,
წინა ვიდეოში მე ვთქვი რომ ორი მიზეზია. ერთი პირველი, როდესაც ადამიანი ძნობს უსამართლოდ ექცევიან და ამისთვის იწყებს ბრძოლას და მეორე, როდესაც ღირსება შეეხები და იწყებს ბრძოლას და ეს მეგობარი გვეუბნება რომ არა, დასავლეთში ასეთი რაღაც არ არისო, ღირსებაო, ღირსების გულისთვის არავინ არ იბრძვისო. მეთქი გამორე და მე აქ მე უთხარი, მეთქი მე მაგაში ვერ მოყვები და თავისებურად თქვა რომ აი მაგათაც მე აქ სწავლობდა მე ჩემ მეგობრებში აქ ამერიკაში და იმებში ბევრი ყავს და არა მე არ მინახია ადამიანსო ღირსების გულისთვის ეჩხუბოსო. ყოველ შემთხვევაში ფიზიკურად არ გადადისო. და მე უთხარი ღირსება აი შენ ფიზიკურად აბა როგორ მეთქი აი პოლიციით ვაგვარდება, იმით გვარდება, ამით გვარდება თავისებური ისინი გაიმართა და მე უთხარი მეთქი მაშინ გამოდის მეთქი რომ ამერიკაში ადამიანები არ ცხოვრობენ მეთქი ესე იგი მე როგორ რას ვეუბნები რომ ამერიკაში უღირსო ადამიანები ცხოვრობენ და ყველაფერი კანონს ექვემდებარება და მე ჩემებურად ეხლა ვერ აუხსენი ვერ გაიგო იმიტომ პოლიცია მე უთხარი კარგი მაშინ მეთქი აი თუ კანონს ექვემდებარება ყველაფერი როგორ თქვა იცი მე მაღალ ფენაში ვმუშაობ და დაბალ ფენის ისო დაბალი ფენის ხალხსო ემართება თუ ღირსების გულისთვის ჯგუფიო ხოდა არა მე როგორ თქვა მაშინ მეთქი როგორ ეხა ღირსების გულს მაშინ გადით ქუჩაში უბანში იმაში და არა მე მანდ რა მინდა მე მაღალ დონის ხალხში ტრიალებოდა იქ ღირსების გულს არავინ არ ჯგუფობს ესო დაბალი დონის ხალხი იწყებსო ღირსებაზეო ფიზიკურ გადმოსვლას და მე უთხარი მეთქი და მე ხა ჩემებურად ვსნი ეხლა რა თქმა უნდა ეს არ მივიღე და ეხლა დავიწყე ჩემებური ახსნა თქმა უნდა არ ვეთანხმე და მე ვეუბნე მოდი აბა ასეთი ექსპერიმენტი გააკეთე მეთქი სადაც მუშაობ ხო მიდი ეხლა რა ქვია შენ თანამშრომელს რაღაცა უაზროდ დაუწყე არაადეკვატურად, ანუ რაღაც გიჟობები დაუწყე, ადეკვატური სიტყვები უთხარი მეთქი და რა რეაქცია გექნება მეთქი და მე აქვე ვამბობ რომ შეიძლება რეაქცია თავიდან გიყუროს ამ თანამშრომელმა და დარწმუნებული ვარ რომ აქვეა ის თანამშრომელი რომლის მიმართა ჩვენ არაადეკვატურად დასცინი ან რაღაცას ეუბნები პოლიციას დაუძახებს და მოაგვარებს ეს მიღებულია თვითონაც პოლიციით გვარდება ყველაფერი და დაწყნარდება სიტუაცია. კაი, პოლიცია მოვიდა, დაწყნარდა და ისევ გააგრძელე მეთქი. ასეთი იხიდნოა ლაპარაკი და მე ნახე მეთქი როგორი რეაქცია იქნება მეთქი და დარწმუნებული ვარ მეთქი 10 კაცი და 7-8 კაცი თვითონ გადაწყვიტავს როგორ მოაგვარო საქმე და გამოვა და ფიზიკურად შეგეხება. შენ პოლიციას დაავიწყებ, ისე დააწყვეტ, შეგეხება მეთქი და არაო გამორიცხულიაო მიმტკიცებს. და მე მეუბნება რომ მეო მას რო დავიწყო შენ რასაც მეუბნებიო სამსახურშიო მე სამსახურიდან გამაგდებენ რა ესე იგი აი ეს რაღაც კანონს დაექვემდებარა და მე უთხარი გამორიცხულია მოვა ისეთი მომენტი და ასეთი მაგალითი მოხდა უკვე რა ხდება სკოლაში ვასწავლიო და ბავშვები რო ჩხუბობენო იქ არავინ არ ჩხუბობსო ღირსების გულით იქ ან ფსიქიურად დაავადებულიაო ან რაღაცა პრობლემები აქვს და იმიტომ ჩხუბობენ მე უთხარი კი შეიძლება მაგიტო ეს ერთ-ერთი ვერსია მაგრამ ვარიანტი არ არის ბავშვი აი ჯერ მარტო ღირსება რა არის ესე იგი ეს ადამიანი გვეუბნება რომ ყველაფერი კანონს ექვემდებარებაო და ღირსება იქ არაფერ შუაშიაო მე უთხარი ეხლა ვეუბნები გამორიცხულია მეთქი რა ნუ წავიდა დისკუსია და ვიწყებ და მე ჩემებურად ავხსენი რა ეხლა საწყენად არ მიიღოთ რაღაცა ცხოველებში ხო არის კონფლიქტი ხო ლომები ძაღლები ერთმანეთში ჩხუბობენ რატო ჩხუბობენ ან მშიერია ან გააბრაზეს ან ეშინია და ყოველთვის არის მიზეზი უმიზეზოდ იქ ცხოველები ღირსების გულისთვის არ გეჩხუბებიან რაღაცა მიზეზს აძლევს და მაშინ ის ადამიანი რო ჩხუბობს ესე იგი გამოდის რომ დასავლეთში როგორც ეს ახალგაზრდა გვეუბნება რომ იმ რაღაცა მიზეზი აქვს იმიტომ ჩხუბობს რომ ღირსების გულისთვის არაო მაგრამ მაშინ ადამიანი რითი განსხვავდება ცხოველისაგან ხო თუ მე ხა ძაღლი ნახე გაბრაზებული იქ დგას იქ ძაღლი ხო შორს და დაუწყე შენ ძაღლო შენ ცუდო შენ მაიმუნო შენ ას გავხარ ძაღლი დამიწყებს იმას ჩხუბობს
და შემომხედა გაუკვირდე მე თუ ვერ ხდება და თუ მივედი ჯოხით უჩხიკინე თუ იქ ხავესრული მაშინ წამოვა ატაკაზე ხო იმიტომ რომ ძაღს ცხოველი ადამიანისგან იცი განსხვავდება ხო ღმერთმა ადამიანის შექმნა მე რელიგიური თემით მივდექი როგორც თავისი ადამიანი ცხოველისგან იცი განსხვავდება თავისი ინტელექტით და თავისი სულით იმიტომ რომ ცხოველის სული არ აქვს რელიგიურ კუთხეს ვიძახი და ადამიანის სული აქვს ესე იგი აზროვნების ისაგან და ადამიანი ინსტინქტებით არ ცხოვრობს ადამიანი ცხოვრობს გარდა ინსტინქტებს ემატება ეს ღირსება კი თუ ადამიანი ცხოველს არ აჭამე არის ის გაუკეთე არ გაუკეთე მაშინ დაგიწყდა ტელეფონმა დამირეკა და შეწყდა ხო და რას ვაბობდი ესე ცხოველი მოქმედებს ინსტინქტებით რომ შიმშილის ჯგუფის და იმის ხო ცხოველი არ მოქმედება ადამიანი ეხლა მე ადამიანი კი თუ მოშიდა და რაღაცა გასაგებია შეწუხებულია მაგრამ მე თუ ადამიანს უთხარი შედებილო შეუჭკუო ვაგინე ვაფურთხე ადამიანი ამაზე აქ უკვე ღირსებას ეხები ხო ეხლა მაგალითად შენ თუ მაგალითად შენ რაღაცა ღირსება სიტყვა არ არის ღირებული ხო მე ვაფასებ ჩემ ისტორიას ჩემ ტრადიციას და ვიღაცა მოდის და მაგინებს რომ შენი ტრადიცია ის ცუდია მე ღიზიანდებ ეს ჩემ ღირსებას ეხება თქვათ რაღაცა მოდის ადამიანი და მეუბნება მე თელი ცხოვრება ადამიანის თელი ცხოვრებას ცდილობს რომ იყოს ჭკვიანი განათლება მიიღოს და ვიღაცა მოდის და გეუბნება შედებილო შეუჭყუო შეესა მე მიყვარს დედა ჩემი მშობელი ჩემი გამზრდელი და ვიღაცა მოდის და მაგინებს აქ უკვე ჩემში ღირსება იწყებს მოქმედებას და აქ უკვე სხვა საკითხია შენ ამ ღირსებას როგორ დაიცავ კანონით ძალით მუშტით და ამით ხო ეხლა და ეს კაცი მეუბნება რომ არაო მაღალ საზოგადოებაში ეს არ არისო ბიჭო მაღალ საზოგადოებაში კი რა თქმა უნდა ადამიანს დიდი მნიშვნელობა აქვს ეხლა თუ დაბალი სოციალურ სფეროშია გასტილი და იმდენი განათლება არ აქვს სიტყვაზე ვიძახი რა მაგრამ ისა თქო რომ ახან ადამიანებში გაიზარდა და განათლება არ აქვს იმას ღირსება არ აქვს და იმიტომ ჩხუბობს და კაი ვისაც კაი განათლება აქვს პროფესორია და რაღაც მაღალი დონე აქვს და იმას თუ შევეხე იმან კი შეიძლება მე იმით არ დამიწყოს აქია მუშტები და იმით ბრძოლა ეს მეთოდებია მაგრამ მომიდგება კანონით ესე იგი კანონი დახვეწილი ფორმაა რომ დაიცვა შეიძლება ეხლა მივეუბნება არ დაიწყო ასე მუშტებით ქნება რაღაცა კანონის მოგიდგები მაგრამ ღირსება არ აქვს ადამიანებს ის კანონებიც იმიტომაა შემოღებილი რომ კანონები დაარეგულირო ის სიტუაცია რასაც ქვია ღირსების დარღვევა და ამიტომ მე შევეცინავდი გეკაცოვა აკო დასავლეთში ღირსება არ აქვს აი ისე მინდა დავუბრუნდე სიტყვა ღირსებას ესე იგი რაღაცა ღირებულია შენთვის ღირებულია და იმას იცავ ის თქვა განათლებული ადამიანი თუ არ არის იმას ის თავისი წრე თავისი ცხოვრების ის ღირებული აქვს რომელიც შეიძლება მდიდარ ადამიანს ის არაფრად არ მიაჩნდეს აი მაგალითად მე შეიძლება რაღაცა პატარა რაღაცა ღირებულია ჩემთვის და ახლა თქვა ღირს ერთი და არის ხო $1 და ეს დავკარგო და ამაზე ვინერვიურო იმიტომ რომ ეს ჩემთვის ღირებულია მაგრამ ეგე მილიონერისთვის რომელსაც მილიონი ეს $1 არაფერია და მეჩ ღირებული არაა და უკვე ეს ღარიბი ადამიანი რატო ნერვიულობს იმ $1-ზე იმიტომ რომ ის სხვანაირად უყურებს ის ღირებულობას მაგრამ ეს იმას არიცავს რომ ღარიბ ადამიანს ღირებულება არ აქვს და მდიდარ ადამიანს აქვს აი ასე მივდექი ამ საკითხს მე ტრადიციების ღირებულება იმის ღირებულება ამის ღირებულება აი მაგალითად ეხლა ასეთი ლაპარაკიც არის შენი ღირებულება ჩემთვის არაფერი ღირებული არ არის გასაგებია აი ეხლა ხوارი ადამიანთან დაცვის მეთოდებია ხო აი ცისფერებზე და LGBT რო არის ხო იმისთვის შენ რო დაუძახო მას შენ არ მიდეხა შენ რასაც ვეძახით ხოლმე ხო და იძახე რატო ღირსებას რატო შეეხე შენ ასე შენ ბოდიში აი მაგრამ ვიტყვი ესე კიდარასტო და ამ დროს ის ცისფერი გეუბნება შენ ჩემს ღირსებას ეხები რა თქმა უნდა ეხები
და ამას თავისებური რეაქცია ექნება, მაგრამ მე თუ ის ადამიანი არ მომწონს, მე ვეწყი, კი არ ვეწყი, შენ პიტა რასტო, ვეწყი იცი მეგობარ რომ შენ ცოტა აი ესეთი შენი ცხოვრების წესი ჩემი ტრადიციის და ჩემი ფიქრისთვის არის მიუღებელი. და ამიტომ მოდი შევიკავოთ თავი და იმანაც იცის რომ როგორ ჩვენთვის თუ ჩემთვის მისაღებია შენი მიუღებე და აქეთ თუ წამოხვალ ატაკაზე ჩემს წამოუღე ჩემ ღირსებას ეხება, ამიტომ ეს ღირსება რაღაცა ზღვარია რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ერთმანეთ ადამიანებს. ეს ღირებულება უნდა გავითვალისწინოთ ადამიანების, ყველა ადამიანს აქვს თავისი ღირსება და ჩვენ თუ ამას გავფრთხილდებით, რა თქმა უნდა იქნება ის სიმშვიდე და სიწყნარე. როგორ, რანაირად, რა მეთოდებით ვერსიები ბევრია და თუ ადამიანი აზროვნებს და ბრძენი ხარ და იმას განსაზღვრავს შენ მოქმედებას რა მოყვება, ეს აუცილებელია. მაშინ თუ ამას არ განსაზღვრავ და ამ ადამიანის სულიერ იმას დაკარქავ, რაც ჩვენი ადამიანი ითი განსხვავდება ცხოველისაგან. შენ თუ დაკარგე შენი სახე, შენი ღირსება უკვე ემსგავსები ცხოველს. და აი ამაზეა ლაპარაკი და ამ ღირსებაზე ლაპარაკობდი და ამ დროს ადამიანი მეუბნება რომ დასავლეთში ადამიანებს ღირსება არ აქვს და მეც უთხარი როგორ ესე იგი ადამიანები არ ცხოვრობენ ამერიკაში. ხო, ლაფსუსია. ახლა ეს კახეთში რაც მოხდა, ხო? ეხლა რო იცავენ, ეს აი ღირსება დაიცვა, კი, ღირსება დაიცვა, იმიტომ რომ იქ ძმის ქორწილი იყო, იქ რაღაცა შეასხეს, იქ ის ბევრი მიზეზებია. მაგრამ შენ რომ მიდიხარ და ამ სიტყვას ვიტყვი, შტერულად იქცევი და მე ამ სიტყვის პასუხისმგებელი ვარ. შტერულას იმას გულისხმობ, არ საზღვრავ, რას რა მოყვება და რა მოყვება. ქორწილი ჩაიშალა, ზოგი აგინებს, ზოგი ამათლებს, ზოგი ისა, ზოგი ესა, ციხეში წავიდა, ფული გადაიხადა და რა მოყვა ამას. რატო? შტერობა არის, ესე იგი, რო ვერ განსაზღვრებ, არ დაფიქრდი, ამას ქვია შტერობა. თუ ეხლა ვინმე მე მომედავება და ის ბიჭი თუ მომედავება, ნებისმიერ დროს შევხვდები და ვეთქვი, ეს შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ. შტერობა ანი ვერ განსაზღვრებ, თუმცა შეიძლება მეც მის ღირსებას ვეხები, ხა შტერი რო ვარ, შეიძლება მეც არ უნდა ვთქვა, შეიძლება უნდა უთხრა, იცი, ვერ განსაზღვრა, ვერ გააკონტროლა, მაგრამ ნუ თავარია არსი. მაგრამ კი, ეხლა იწყები რუსები ასე იქცეოდნენ, ესე იქცეოდნენ, მაგრამ უყურე ქართველი კაცის იმიჯი გაფუჭდა და კაი ამ ახალგაზრდა ბიჭის საქციელის გამო მე პირადად და ჩემნაირები რატო უნდა ვამართლებდეთ, აი ხა უცხოეთში ხო ვართ, უცხოელების წინაშე ამ ქართველი კაცის მოქმედებას და ქართველი კაცის სახეს რატო უნდა ვამართლებდეთ, ხო? ხა ჩვენ ვამაყობთ, ხა აი მეც რა საზოგადო დავდივარ რაღაცა, მე ქართველი ვარ და ვიღაცამ რატო უნდა მითხრას, ქართველი კი ხარ, მაგრამ ის ქართველი რა არის? ისიც ქართველია, რომ მასე იქცევა, ქალს ხერს არ ტყავს. და ნახეთ როგორ მდგომარეობაში მე რატო იცულებული ვარ, ჩემი ქართული გენი, ჩემი ქართული ერის სახელის გამო რაღაცნაირად გამოვიდე და ეხლა უნდა გამართვა, იცი იმან ვერ შეიკავა თავი და რა ქვია ვერ გააკონტროლა თავი და რატო მაიცულებ რომ მე ასე გავაკეთო? მე გავაკეთებ განა მეზარება, მაგრამ ზედმე თავის ტკივის რატომ ვიკეთებ? არა მარტო მე რამდენს და რატო უნდა ვიმართოთ ეხლა ჩვენ რა ქვია უცხოელების, გინდა რუსის, გინდა ინგლისელის, გინდა იმის წინაშე რომ და ვამართო რომ ჩვენ ქართველები არა ვართ ველური ხალხი, ვართ კულტურული ხალხი, მაგრამ ხდება ზოგჯერ ისე რომ კი ვართ კულტურული და ნორმალური ადამიანები, მაგრამ ხალხი თუ ცუდად მოიქცევა, იმას კარგად აპერკოტს გავუკეთებთ და იმიტომ რომ მე ქართველი ვარ. აი ხო პარადოქსია და ამ დროს რა იყო საჭირო ჩვენ ელემენტად დაფიქრება და ის ღირსება, უყურე ღირსების სახელით უღირსი საქციელი ჩაიდინა იმ ახალგაზრდა კაცმა, რომელიც კახეთში ქალბატონს დაარტყა ხელი. ეხლა რუსია ის არის, ბიჭო, გასაგებია ეს რუსია თუ ცუდია თუ მაიმუნია თუ რაღაცა გასაგებია, მაგრამ შენ ღირსეულად უნდა დაუპირისპირდე, ხო?
მე თუ ქართველი ვარ და ის ახალგაზრდა ბიჭიც ქართველია და თავის ამ საქციელს ამართლებს და რაღაცა და მე რატომ და გავამართლო სხვა უცხოელის წინაშე ჩემი ამ ადამიანის ასეთი საქციელი. რატო კი გავამართლებ და რაღაცნაირად შევეცდები გამოვიყვანო მდგომარეობიდან, მაგრამ ან გამომივა, ან არ გამომივა. ის ხო იცი აი ტალახი რომ მოგეცხოვა იმაზე რა ქვია. საროჩკაზე ხო რაღაცა ის უკვე მოწონილი მაინც ჭუჭი რჩება და რატო მithumetes თქვენ ვაჭრო ვაშენეთ რაღაც ნორმალურ ქვეყანას და ამაყო ჩვენი ისტორიით ტრადიციით და ქართველობით და იმით ვიღაცის გამო აი ესეთ მდგომარეობაში ჩამაგდო და ჩამაგდო ესეთ მდგომარეობაში რომ ამემსგავსე ცხოველს და მე უნდა უმტკიცო სხვა ხალხს ადამიანებს ახლა ნახევარი საქართველოს საზღვარგარეთ არის გასული და რატომ უნდა უმტკიცო მე იმას რომ ასეთ რაღაცები ხდება საქართველოში მაგრამ ნუ რას იზავ ახლა და ის ახლა ხო არ ჩაწდება იმან რა გააკეთა და უკვე იასნია რომ შე რაღაც უკვე ცხოველის იმას უახლოვდები თუმცა ცხოველზე უარესი ხარ იმიტომ ცხოველი ინსტინქტებით მუშაობს და ცხოველი უმიზეზოდ არ იწყებს ჩხუბს და აქ ეს ადამიანი ღირსების საკითხით მოდის და ღირსების საკითხით უხრისო საქციელს აკეთებს და რა ვიცი არ ამგონია ვინმეს უნდოდეს ეს უხრის საქციელი აი რომ ამბობენ ვემიჯნები ძალადობას ვემიჯნები მაგრამ რომ ცხოველს დაემსგავს ეს არის მაგრამ ნუ ასეთი ხედვა ჩემი არა მარტო ჩემი არამედ ნორმალური ხედვა თუ მინდა რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი რატომ უნდა წავიდეს ასეთ ლაპარაკი მე ასეთი ქართველობა არ მინდა თუნდაც აი მაგალითად ეხლა რომ გამოდიან ესერიძეზე და თბილისში და ხოც რა და რო იგინე დედით და მთელი ამბები და იმა პუტინო რა ვიცი ეს ღირსების დაცვა აი მოდი და ძმაო აი რა არის რა რას მიკეთებ რას ამას რა მოყვება რატო აგინებ ნებისმიერ კიდაც ხოცი იყოს კიდაც ის იყოს ნორმალური ღირსეული ადამიანი არც ცუდ ადამიანს აგინებს არც LGBT წარმომადგენელს აგინებს არც ისა და შენ რატომ მიწვევ და შენ ხარ ღირსეული და მე არა ვარ ღირსეული და რა გინდა ესე იგი შენ გინდა ჩხუბი შენ გინდა მაიმუნობა შენ გინდა რაღაცა ხო და ეს რაც ხდება ეხლა თბილისში და ეს ქუჩებში ისე მე ამას ვქია გონება ნაკლულობა აბა რა არის სიკიჯე არის რაღაცა გონების არასრულყოფილი ისა და მე რა ვიცი თუ მე ჩემ სიტყვაზე ყველა სიტყვის პასუხობელი ვარ რა არის ეხლა შენ თუ იწვევ ვიღაცას და ეხლა ის რო აგინებენ ქოცებს და რუსებს რო აგინებენ და რუსმა რო დაგარწყას მერე დაიწყებენ წირის და ჩხავის ხო რა ვიცი და მე კიდევ რა მეკეჩიცი ქალბატონები რა გააგიჟოთ რა არის ასე შეიძლება ქალბატონი რომელიც არის დემამუსილი დედა და შეხედეთ რა სიტყვები ამოდის პირიდან რა მიმიკებია რა ის არის ღირსება და ის ქალბატონი მე ალბათ დამიჯდება და დამიწყებს ღირსებაზე ლაპარაკს და რა ვიცი ხა როგორ არის ეს ღირსებაზე ლაპარაკი თუმცა არ არის პრობლემა დავიძები მაგრამ შენ ხო უნდა შეინარჩუნო შენი სახე ხო უნდა შეინარჩუნო და შენ იმას ამართებ სახეს იმიტომ არ ვინარჩუნებ იმიტომ მე გავგიჟდა თუ გაგიდეს მომხაზა გადი და სხვანაირად უნდა მოიმოქმედო და შენ თუ გავგიჟდი და სხვების გაგიჟებას კი და ესე იგი გინდა რომ საგიჟეთი და რაღაც მდგომარეობაში უნდა სასწავლებლებში და ამ დროს გეუბნებიან არა ღირსება არ არსებობს ეს ყველაფერი უნდა კონტროლდებოდეს პოლიციით, კანონით, იმით, ამით. კი? ეხლა ბევრი ამერიკაში ვარ და მარტო ამერიკაში სხვა ქვეყნებში კანონით კონტროლდება ბევრი რაღაც. კანონით იკავება რაღაცები, მაგრამ აქ კანონზე ხო არ არის ლაპარაკი, აქ არის ღირსებებზე. მე დარწმუნებულია, პატარა აი თუნდაც ეხლა ამერიკა როგორი ქვეყანა ხო მოგწონს ისა, მაგრამ კანონით კონტროლდება. აბა პატარა კანონის შესუსტდეს რაღაცა სისუსტე გამოამჟღავნოს თავრობა. აქ არეულობა წავა, არის ხო 5-6 წლის წინ არის ხო აქ არეულობა. აი ზანგები რო დარბოდნენ და ერთ ამბებში კანონ ცოტა ლიბერალურმა იმება ცოტა მოუშვეს და როგორი ბარდაკი წავიდა. და აი მანდ არის შეკლებებზე ლაპარაკი, გახსოვთ მაღაზიებიდან რომ გამოქონდათ ის რომ
დასდებდნენ მოსაკნავა და იყო მთელი ამბები. ასე რომ კანონიც არ არის, აქ არის ღირსებებზე ლაპარაკი და ახლა წინა იმაში ბიძია თომასის რო განვიხილეთ, ის რო განვიხილეთ, ღირსება უსამართლობა და ღირსება არის ყველაფრის ომისა და უბედურებების საწყისი. რა ვიცი ახლა ისე უბრუნდება ახლა რუსთავეზე რო დარბიანის ადამიანები და რა სიტყვებს უშვებენ და რა იმას და ეს ღირსეული საქციელია. აბა რა ვქნათ გაგვაგიჟეთ, ხო და თუ გაგაგიჟეთ, არის აგიჟეთი და წამზანდი და იმკუნალებ. ახლა მე რო ვიტყვი იმკუნალებო, ახლა დამიწყებენ შენახარო და აქი წამოვადა. ნუ რა ვქნა ახლა. მოდი ყველაფერს დავარქვა თავის სახელი. ერთი კიდევ რამიდა ის ახლა რუსთავეში და თბილისში რო ხდება ხო გამოდიან აი საქართველოს სახელით გმირების აი მერაბ კოსტავას სახელის ვიად გამსახურდიასი ჩოლოყაშვილი აი ეს გმირები არსენა სხვათა შორის ამ გმირებზე მინდა ეხლა ცოტა ლიტერატურაზე გმირებზე მინდა გავარჩიოთ რა არის გმირი რა არის გმირი ნამდვილი გმირი არა გმირი ნუ ზოგადად ხო და ვეკითხები ამ აი რუსთავეზე რო დარბიან და რო სიტყვაობენ და დარბიან და ერთ ამბავს ამბობენ ხო იმ სიტყვასაც არ ვიტყვი რომ არ ვაწყენინო აი რასაც იძახიან გავრცელებული რო არის რო გააცოცხლო ეს თქვენი გმირები ვის სახელებსაც ასე პრაგონოთ ავრცელებთ და შეახედოთ თქვენი საქციელი როგორ ფიქრობთ როგორი რეაქცია ექნება აი რო გააცოცხლო მერაბ კოსტავა ბიძინა ჩოლოყაშვილი აი გმირები ხო ყავთ ვიღაცები ხო ყავთ ვინ არის თქვენი გმირები მაგრამ ქაოსია რა და გააცოცხლე ამოიყვანეთ თამარ მეფე დავით აღმაშენებელი რა ვიცი და შევახედოთ ეს დღევანდელ საქართველოში ეს მებრძოლი რა ვიცი აი თუნდაც ახლა ხო ეხლა ანწუხელიძე და ისეთ ასეთ ისინი მოყავთ ახლა გავაცოცხლოთ ანწუხელიძე და ვაჩვენოთ ახლა რუსთავეზე როდგანან ეს ადამიანები და აი ეს ვაჩვენოთ და ეს მოეწონება ან რომელი რა ვიცი და ღირსეული საქციელია ეს. უბრალოდ ახლა კიცი მომენტებში კი მეცნიერმა ფულის ტკივილით ვიძახი კაცო იმენა საგიჟეთია რა საგიჟეთი მაგრამ რა ვქნათ ეს ესეც ჩვენი გიჟები არის. აი მე თქვა მინდოდა მეგობრებო და დაუსრულოთ ჩვენ თავს სულ ჯანმრთელობას ვენერა და ახლა უღირსობაზე და ღირსებაზე დავიწყეთ ლაპარაკი და ერთმა ქნას რომ უღირსო ქვეყანაში ეს უღირსობა მოგვაშოროს ეს ალბათ გვარდება ყველაფერი და დრო უნდა ალბათ ყველაფერს და დასანანია რა ვიცი აი ისე და ისე ვიძახი ახლა რუბრიკა თავში მომივიდა ახლა ლიტერატურა ჩაბატობით რაღაც ლიტერატურას განვიხილავ და უბრალოდ თავში მომივიდა განვიხილოთ გმირები ჩვენი გმირები ჩვენ ყველა ქართველები ვართ ჩვენ რაღაცა აგრები ვარ, ხო გმირები ვარ, ხო და ვის უსწორდები და აი ამ გმირებზე მინდა ვისაუბრო, მაგრამ რეალობას რო შეხედათ, რაც ღირებული და რაც ფასიანია და რაც ტრადიციულია, იმას ატრიალებენ და აი ამასაც შევეხები, ახლა ნოდარ დუმბაძეს რო შეეხნე, ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟი და წიგნები და არა მარტო ჩემი საქართველოს და ყველაფერს რო ეხები და არაფერი იაჭავჭვაზე შენი არ ფასობს, ნოდარ დუმბაძე არ ფასობს, იაჭისი ის არ ფასობს, ეს არ ფასობს თამარ მეფე გიჟია, აღმაშენებელი გიჟია, ერეკლე ბოღალატია. რა გახდეთ ერთი გმირები მაჩვენეთ. აგიჟეთია. აი თუნდაც ახლა იცახენა კაკოს ცისფერები, რატო ცისფერების მეტი რამყავს მე ამხანაგები, მაგრამ უბრალოდ წარმოვიდგინოთ მეგობრებო, ეს ევროპა და იმას რო გაიძახიან და გააცოცხლეთ ცნობილი და არც უარყოფთ ეს ვახტანგ ჭაბუკიანი, თაცმინდაზე დასაფლავებული ადამიანი, დამსახურებული ადამიანი. აი წარმოიდგინეთ, ის რო გააღვიძო და რუსთაველზე გაატანა. აი როგორი აიქნება და ამათ დაუჭერს ხარს. რა ვიცი. ეს გოგოები რო დადიან რუსთაველზე და იგინებიან სექსუალური იმედს ახტებს რო იძახიან. მაგის გამკეთებელი ხარ, კაცი რო იგინება, კაი კაცმა შეიძლება გააკეთოს, მაგრამ ქალმა რა უნდა გააკეთოს? არ ვიცი, აი სიტყვების პრაგონო და რა ვიცი, აი რა ღირსებაზეა ლაპარაკი. უბრალოდ ღირს
ღირსება დავიწყებული აქვია იმას პროცესებია და კიდევ ბევრებიან ღირსება არ არსებობს კანონია და რომელი კანონია ღირსებაზე ეს სიტყვით ეს მინდა და მეგობრებო მეთქვა მე ნებისმიერ დისკუსიაზე მზათა ვარ მაგრამ მგონი ჩემებურად ავხსენი რა და ესე ვიმეორებ ვიცხოვროთ ღირსეულ შეიძლება ღარიბ პრობლემატურ ქვეყანაში ცხოვრობდე მაგრამ ღირსება არ უნდა დააკარგო და რა ვიცი ახლა ვისაც წინი აქვს აკითხული საქართველოს ისტორიის შესახებ მთელი საქართველოს ისტორია იგრძვის ამ ღირსებაზე და ამ ღირსებასაც და ამ ღირებულებასაც თუ გავაუქმებთ და რაღაც ყალბი ნარატივებით ვიმოქმედებ და ყალბი გმირობით რა ვიცი აი დღეს გამოვიდა და ეს გმირიაო ხაოჭერა ლაზარე თუ ის გმირია ეს გმირია ნუ კაი ერთ სიტყვით ამით მამიდოდა მეგობრებო ყველა ღირსეულ ადამიანს გამომორჩოს ღირსეულ ქვეყანას ღირსეულ ქალს ადამიანს პიროვნებას და სულ ღირსებაში გვეუბნებს დავედით შევხვდებით იმედია მომავალ საინტერესო ვიდეოებში თავარია ვიყოთ ღმერთთან რას ვამბობთ ღმერთმა სამყაროს შეტნიერებისათვის რო ვიყოთ ბედნიერები უნდა გაუთხიდეთ ერთმანეთს არ უნდა ვიზარმაცოთ რო გონება დავატრიალოთ და ვიმოქმედოთ ისე რასაც ქვია ღირსება არ ვიცი ალბათ რა გონი კარგად გავხსენი და თუ ისე და ისე ამ ღირსებაზე მომიწევს ლაპარაკი რა ვქნათ არ დავიზარებ და ისე და ისე ვილაპარაკებ კარგად აბა მეგობრებო მომავალ შეხვედრამდე